ჩვენს ქვეყანაში ყველა რჩევა ცინიკურად გამოიყურება, რადგან ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს ნორმალური ჯანდაცვა, არ აქვს დაზღვევა და ასე შემდეგ და რაღაცნაირად ხანდახან საკუთარ თავზეც ბრაზობ, რომ ვიღაცას რაიმე რჩევა მისცე, სწორდებაზე, იმაზე, ამაზე, ხო, აი, სხვათა შორის რა არის, იცით, ხანდახან არის ხოლმე ხო ხუმრობთ რაღაცას და საკმაოდ ისეთი პრიმიტიული ხუმრობებით ხუმარები კმაყოფილები არიან ხოლმე და აი მაგალითად ესეთი ხუმრობა ხშირია, რომ ვიღაცაო არ ეწევა, არ სვამს ის, მაგრამ ისა მაინც მოკვდა, მაგრამ გაკვირვებულიო თუ რაღაცა, ხო სისულელე. ანუ რეალობა რა არის და ამას წინ სხვათა შორის ვიღაცას კომენტარშიც დაუწერე მსგავს ხუმრობაზე, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უკვდავების მოპოვებისთვის კი არ არის, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის თქო, რომ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ის ცხოვრება აღარ არის ცხოვრება, თუ კი ვთქვათ, საკუთარ თავს ხო, ეს არის, რომ რაღაცნაირად რაც უფრო მეტად ფუნქციური ხარ, რაც უფრო მეტად დამოუკიდებელი ხარ, ალბათ ეს არის იდეალი. და არა ის, რომ შენ უკვდავი იქნები, ახლა თუ არც მოწევა, არც დალევ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არა. ცუდად ხვდები მაგას რომ ეუბნებიან, როცა ვეუბნები რომ არ ვსვამ, არ ვეწევი ჯანსაღ ცხოვრებას. მაინც მოკვდები, აი მანდ მე ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით რომ ყველა მოკვდებით, აუცილებლად მოკვდებით, მაგრამ აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ სანამ მომკვდარ ვარ, რაც ჩემს ძალებშია, კაცო, თორე შეიძლება ბევრმა რამემ ლოგინსაც მიგვეჯაჭვოს და იქ კიდე ხომ ევსტასმა სხვანაირად უნდა იმუშაოს და იქ სხვა წონასწორობა, სხვა სულიერი ძალა უნდა ვიპოვოთ და იქაც უნდა საინტერესოდ შევძლოთ ცხოვრება. მაგრამ ეგ უკვე სხვა მდგომარეობა არის, ხო? მაგრამ ჩვენ ხო არ მივილტვით ამ მდგომარეობისკენ პირიქით, თუ კი რაღაცამ შეშემოპირად გვაქცია, პირიქით მივილტვით, რომ იქ ვიპოვოთ ძალა, ინტერესი და ფუნქციურობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანიც და ეხლა სხვა მხრივ კიდევ ძალიან ბევრი განსჯა შეიძლება ამაზე, გარდა იმ რჩევებისა, რომ ფიზიკური აქტიურობა, ცოტა სწორი კვება, ცოტა პრევენციული მედიცინა, ის რაც ჩვენს ძალებშია, თორე მეორე მხრივ არის ჩემი უსაყვარლესი მწერალი არის თომას ბენჰარდი, რომლის ერთ წიგნში დაღმამავალი ესეთი ფანტასტიკური დიალოგი არის, შინაგანი დიალოგია, როცა მთავარი გმირი, ესე იგი სამი ალტერ ეგოა ფაქტიურად და ესეთ თეორიას ავითარებს, რომ 51 წლის ასაკის მერეო საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებასო, ესო მდაბიური ცნობის მოყვარეობაო, აი ამ მუდმივ რეპეტიციას დალოდება, ეს არის მდაბიური ცნობის მოყვარეობაო, რომ 51 წლის ხო, აი ის არის, ხო, მაგრამ ისევ და ისევ რომ კანდინსკის დავესეს, ხო, იმისათვის, რომ ჩვენი სიბერე იყოს მშვენიერი, ჩვენ უნდა ჩვენ უნდა დავბრუნ პირველად რომ ბავშვობაში მიიღეს შთაბეჭდილება ჭიამაია რომ შენი ხელი დამფრინდებოდა და აღფრთოვანებული იყავი, შენ ისევ უნდა დაბრუნდე ამ ჭიამაიასთან და თავიდან უნდა გაიცნო, ხო, ეს ყველაფერი. მე ვცდილობ მაგალითად რაღაც ისეთები ვაკეთო პირადად მე, რომ ბუნებასთან მიყვას სიახლოვე და რაღაცა შიგნიდან რაღაცა მეძახის რომ გაიქეცი ამ ქალაქიდან და სულ მაგ თავში რომ როდის მოვადრო რომ მე აქედან წავალ და ვიქნები სრულიად სხვა გარემოში, სადაც იქნება 90% ბუნება და 10% სოციალური ასპექტები რა. ეს შინაგანად გაჩნდა. მუსიკა მიყვარს, ვცდილობ რომ რაღაცა დაუკრა, იქ ჩოგბურთი მიყვარს, ვცდილობ რომ ვითამაშო, იმიტომ რომ ნეირონებს რა ჭირდება, მუდმივი მოქმედება, ხო? ნეიროფიზიოლოგიის კუთხით რომ შევხედოთ ამას, ისაც თქვენ აღწერთ ეხლა, ხო, ნეირონული კავშირების კვლავ აღდგენა არის, იმიტომ რომ ტვინი რბილია, ის მოძრავია, იქ აღდგენა შეიძლება ამ ყველაფრის თუ ვიმუშავებთ ამაზე, ხო, სწორად ჩამოყალიბე მე მგონი ხა. ზუსტად.